მე ვარ ნანი წულაია. ჩემი შვილი პოლიტპატიმარი გიორგი მინდაძეა. გიორგის დაკავების მერე ჩვენ ოჯახში ძალიან ბევრი რამე შეიცვალა. ძალიან მიჭირს ბოდიში. ერთი კვირის განმავლობაში წყალი რა არის, არ დაგვილევია მე და მამამის. მერე რო დავფიქრდი, ძალიან ძნელიც იყო ეს ყველაფერი, მაგრამ რო დავფიქრდი, თავ შემოუძახე რომ გიორგი სჭირდებოდა თანადგომა, მერე ასე რომ გამწვავდა ყველაფერი, ამდენი ბიჭები რო დაიჭირეს, თავ შემოუძახე და ასე ვთქვი, არ დავყრი ფარხმალს, ფეხში შველა ვიბლიოთ არა თქვრი ვივიდა. გიოს სამართალს არ დაუკარგავ მეთქი და მართლაც მე მგონი გრძნობთ ყველა ხედავთ რომ არც გავჩერებულ ვარ, არც გავჩერდები. აქციებზეც ვივლი, ღამეებსაც გავათენებ რუსთაველზე და ჩვენი ბიჭების სამართლიანობას აღვადგენ და ჩავიხუტებთ მაგ ბიჭებს ერთიან. მე და გიორგი წავედით იმ ღამეს წილკანში, ჩემ ძმისშვილთან სტუმრად. ძალიან უყვარს ის ადგილი გიორგის და ძალიან უყვარს ჩემ ძმისშვილთან სტუმრობა და წავედით. იმ ღამეს იქ ვიყავით, მეორე დღეს ჩვეულებრივ რაღაცა საქმეები ქონდა ჩემ ძმისშვილს, წავიდნენ მანქანით, მოვიდნენ, გააკეთეს რაღაცები და მერე უკვე სადილი რო გავამზადეთ, უკვე სადილის დროც გადაცდენილი იყო, გავამზადეთ. უნდა დავმჟარიყავით რო გვეჭამა პური, სტუმრები იყო ოჯახში, ამ დროს მაგარი უზომო ჭიშკრიდან ძახილი არ იყო, კერძო სახლია. რკინის კარებზე იყო უზომო ბრახუნი. გამოვაღე კარები უცებ და შემჭა სამი ზორბა პიროვნება იდგა, აი, თვალს რო ვერ ააწვდენდი ისეთები. ვინ ხავს სტუმარის სახლშიო და სტუმრებია ძალიან ბევრი თქო და იკითხეს ჩემი რძლის სახელი და ჩემი რძლისთვის არ დამიძახია. დაუძახე ჩემ ძმისშვილს. არავის არ დაუცდია პასუხისთვის, პირდაპირ შემოწვევდნენ სახლში. პატარა ბავშვი ეჯდა ჩემი ძმისშვილის და ეფერებოდა და შევარდნენ გიოს გადაუღეს ფოტო, ვიღაცას გადაუგზავნეს და ეს ბავშვი აიყვანეს, დასვეს დაბლა ფეხსაცმლის ჩასმა, ძლივს მოასწრო გიორგიმ, ტელეფონი წაართვეს, ჩაიდეს უცებ ჯიბეში, ხო და ჩაკიდეს ხელები, ჩაავლეს, აი როგორ გითხრათ, როგორ ჩაავლეს ხელები. აი გაოგნებული წამებში რომ მოხდა და გააზრებაც რომ ვერ მოვასწარი, რას აკეთებ? განაარავ თქვი, მაგრამ რას იმიწარითაც უნდა მეთქვა. ეხლა რომ ახსენდება სახეები როგორ შევარჩინე მაგათ. ხომ იყავდათ ეს ბავშვი და როგორც მიჩვეული ვართ მე და გიო, ხელი ჩავკიდეთ ერთმანეთს. გაუშვი ხელი ჩქარაო, გამაშვებია. და სხვათა შორის ჩემ გადაღებულ სიუჟეტებში და რამე რო არის, ხელი გაუშვი ჩემი შვილია, ხშირად ხმარობ ჩვენამ ლოზუნგს. იმიტომ რომ ეგ ბევრჯერ ვთქვი მე. და ვერ გაუშვებ მეთქი, ჩემი შვილია და ვერ გაუშვ. შენ სხვა ვინმე ხო არა გონია, ეგ არის ჩემი შვილი თქო და. რა დააშავა, მითხარით რა ხდება თქო და არავინ არაფერი გვიპასუხა, ცოტა ხანში გაიგებთ ყველაფერსო და. ჩვენ არ გავჩერებულ ვართ, უკან გავეკიდეთ მანქანით. 5 წუთში რომ მივედით წილკნის ღვთისმშობლის ტაძართან, გიორა მანქანითაც წამოიყვანეს. იმაში გიორგი არ იყო და აი ეხლა შეიძლება ემოციაში ჩავარდე და გეტყვით. ხმამაღლა, მამჩნევთ რა ემოციითაც ვლაპარაკობ და მეკეტა ბინდი გადამეკრა თვალზე და ჩავკიდე ხელი ვინ წამოიყვანა იმას. ძულიანად დაღეჭავ მე უთხარი, ჩემი შვილია და სად არის ბავშვი? შენ ვინმე ხო არ გონი ვარ, დედა ვარ თქო. პასუხი არ გამწეს. ჩემმა ძმისშვილმა ადვოკატს დაურეკა, არც ადვოკატს დაელაპარაკნენ. ერთადერთი მოვასწარი გიოსთვის თქმა მანქანაში რო აჯენდნენ. დედიკო ადვოკატს გამოგაყოლე ფეხებში. ხმარ გაიღო და დუმილი აირჩიე თქო. ერთადერთი ეს მოვასწარი. მერე გამაგზავნეს, იქ წილკანში არ არის განყოფილება. გამაგზავნეს მუხროვანში არაფერი არ მითხრეს, გამაგზავნეს მცხეთაში არაფერი არ იყო. გამაგზავნეს მერე ისან სამგორში და
ისან სამგორში აღმოჩნდა განყოფილების მოადგილე, რომ ღვთისმიერი რომ დედა ხარ დაწყნარდი, ვიცი რა მდგომარეობაში ხარ, მონაცემები ჩამაწერიე, ვინ წამოიყვანა როგორ და გაგირკვევოდა. სანამ ის გაარკვევდა, მე ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი, გავდიოდი, გამოვდიოდი და ტელეფონის ზარი შემოვიდა და არასამთავრობომ დამირეკა, რომ გიორგი დიღმის იზოლატორშია. მე შევალ ეხლა თქვენ შვილთან და არ ინერვიულოდო. შესვლითაც შევიდა და ხმამაღლა ვიტყვი, ვახტანგ მთიულიშვილმა რაც გააკეთა და რასაც აკეთებს. აი უფლის წინაშე ხმამაღლა უნდა ვთქვა, რომ აი ალბათ უფალი გააძლიერებს მაგის ოჯახს. ისე უდგრას მედგრად, ისე სწორი გზით მიყავს ყველაფერი და გიოს სიმართლეს არ კარგავს. შუშიდან რო ხდება ლაპარაკი და ტელეფონით, მე და გიორგი შორს ყოფნა ძალიან გვიჭირს. აი თუ ერთმანეთს არ შევეხეთ, არ ჩავეხუტეთ, არ მოვეპერე, დედიკო შემოგევლოს, ჩემი ოცნების ბიჭი, აი რაღაცნაირად რო არ გამოვხატო, არ შემიძლია. თავიდანვე ესე ვიყავით ყოველთვის. არ ვიცი რა იყო, ალბათ აი ვერ ავხსნი ამ გრძნობას ვერანაირად. ამიტომ ვემზადები ყველა სასამართლოზე ხშირ-ხშირად რო არის. აი არც ვიღლები და ერთი სული მაქვს, როდის წავალ, რომ გიო დავინახო ახლოში, არის მომენტი, რომ ბადრაგები დაუდგებიან წინ. არის მომენტი, ღვთისმიერი ბადრაგი გამოჩნდება და არ დაუდგება წინ და მაყურებინებს და იმ ხელბორკილებს რო ხსნიან, ეს მომენტია უსაშინლესი. აი 8 წევს ამ ხელებს გავხსნიან და რო იცი შენი შვილი როგორია და რეციდივისტის სახით რო ხედავ, ძალიან გულსადგენია, მაგრამ ვცდილობ, რომ გიოს ცრემლი არ დავანახო. არც ერთ სასამართლოზე არ მიტირია გიოს როცა ვხედავ. და იქიდან რო წამოვალ, 2 დღე ცუდად ვარ. ეხლა ბოლო სასამართლოზე არ ვიცი ვინ გადაიღო. იყო იტრიალა დიდი ხანი მაგ სურათებმა, რომ ესე იგი სუ კოცნის გაგზავნის, სუ მოფერებით, სუ გულში მყევხარ დედიკო, რომ ვეძახით ხმამაღლა. ამას ერთმანეთს ვეძახით და თვითონ ჟესტებით მეტყვის და ეხლა ამ ბოლო დროს ბლოკნოტი დააქვს. და გვიხატავს და შუშაზე მიგვიდებს ხოლმე. მიყვარხარ. თან ეხლანდელ სასამართლოზე რა უნდა გითხრა? მშობლებს რო არ უშვებენ თავიანთ შვილების სასამართლოზე, იმ დღეს დაემთხვა ჩვენის და ყველა მშობელი ესწრებოდა გიოს. მოასრო ხელბორკილით ხელის აწევაც ყველასთვის მადლობის გადახდა. კოცნის გაგზავნა და ეს მაძლიერებს და მივდივარ მერე სხვა სასამართლომდე ისევ ამზადებით. ჩემი ყველაფერი ჩემი თვალსაზრისით, აი როგორ უნდა გითხრათ. უსამართლო სასამართლოზე რო დავდივარ, ამას ხმამაღლა ვიტყვი. არავისი არ მეშინია, რაღა უნდა დავკარგო, ერთადერთი შვილი მყავს და 4 კედელში ვაკავთ გამომწყდეული უსამართლობის გამო და სისხლის სამართალს ედავებიან ფეირვერკის გამო და რა ვიცი, საახალწლოდ მთელი საქართველო ფეირვერკით არის მოფენილი და მაგისგან დაზარალებული, თუ ხელში არ აუფეთქდა არავინ მინახია დაზარალებული და ძალიან მაინტერესებს ხელში რო უჭირავს. გიორგი არის თუ არა, ჯერ ეს ვერავინ ვერ დაგვიმტკიცა. მეორე არის გავარდნა თუ არა, ეგ ვერავინ დაგვიმტკიცა. რა მანძილზე გაისროლა, ისიც ვერავინ დაგვიმტკიცა და საინტერესოა ეხლა დაზარალებული როგორ არსებობს და იმ დაზარალებულს თავიდან არ გაახსენდა და Facebook-ის ასკროლით რო გაახსენდა ვიღაცას, ეგეც ძალიან საეჭვო რაღაცაა, მაგრამ მე ერთადერთი ის მაძლიერებს შვილო, რომ უფლის ძალაა ძალიან დიდი. ღვთისმშობელი ჩემ შვილს არ გაწირავს. მე ის ისე გავზარდე, თუ მშობელი არ ყავდა, არ ეთყობა ეხლა. ჩემთვის ეხლა გიორგის რასაც უკეთებენ, ამ ხელბორკილები წაყვან წამოყვანა და ასე წვალება მიტანჯავენ ჩემ შვილს. იმ 4 კედელშიც მიტანჯავენ, ნალოლიავებ ბავშვს, რომელსაც მე კი ისე იმით არ ავსდიდი, რომ ცივინიავი არ მიკარებოდა, მაგრამ გიოს ვაჟკაცობაში, კაცობაში აქციებზეც რო დამდგარიყო, საუკეთესო სტუდენტი ყოფილიყო, საუკეთესო თანამშრომელი ყოფილიყო კლინიკაში და როგორც ადამიანი ისე აღზრდილიყო, მე ამისთვის ვიბრძოლე და დღესაც მეც ვიბრძოლებ. მართლა ერთი ხელის მოსმით ჩასვეს ციხეში და ამ უსამართლო სასამართლოზე. ჩვენ მთავრობას არ იმთავრობა, ისე გეკითხებით. მე ვერ დავინახე, ვერცად ვერ დავინახე მთავრობა. როცა შენ ქართველს საქართველოში მაცხოვრებელს თუ მთავრობა ხარ და თუ არის მთავრობა და თუ ქვია, ჩვენ გვერდით არავინ არ მინახია.
ჩვენთვის კითხვის დამსმელი არავინ არ მინაყია და ამ უსამართლო სასამართლოში რომ უაზროდ როჟიან ამას არაფერი ის არ აქვს და ვერ დაუძახებს ვერავინ უსამშობლოს. ესენი არიან სამშობლოს მოყვარული ვაჟკაცები. ჩემი შვილი არის ნამდვილი ვაჟკაცი, რომელსაც სულით და გულით უყვარს სამშობლო და როგორც წერილებში წერს ჩემი შვილი, საქართველოს როგორც მე ვეკუთვნი, ისე მეკუთვნის მე ჩემი სამშობლო. სინამდვილეში და ეს პატიმრები უფრო თავისუფლები არიან, როგორც ლაღები იყვნენ გარეთ, უფრო ლაღები არიან შიგნით. ვერც ერთ პატიმარს ღიმილი ვერ გაუქრეს სახეზე. ვერც გაუქრობენ, იმიტომ რომ ესენი სუფთა სიყვარულით არიან სამშობლოს მიმართ და ვაჟკაცურად და მედგრად არიან. ნამდვილი საქართველოს მეომარი ვაჟკაცები არიან. გაზრდილები და უფრო უკეთესები იქნებიან მთელი ცხოვრების მანძილზე და თუ ვინმე თავრობაში ეჭვიებარება, შეხედონ მაგათ სახეებს, თითო კითხვა დაუსვან, ყველა ერთმანეთზე უკეთესი რო უზით. განათლებულები, კულტურულები, შეგნებულები და მერე დასცინონ სულას, თუ დასაცინები არის. ყველაზე ძნელი, რომ ვერავინ იფიქრებს, რომ აი ჩემ შვილს ასეთი გზა ექნება. ამას ხო ვერაფრით ვერ იფიქრებ და მეორე კიდე პლუსი ის, რომ დილას რო ადგები დედა ლოგინიდან და გადმოიხედავ შენი შვილის ლოგინი цаრიელია. ეხ ყველაზე დიდი სიმწარეა დილით. ჩემი პირველი გზა როგორ არის დილით რო ავდგები და გიოს ლოგინს цаრიელს დავინახავ. პირჯვარს გადავიწერ და ხატებთან სანდელი ავანთო. საქმეველი დავანთო და შევავედრო უფალს გიორგის და ყველა ბიჭი იქ ჯამთელად იყო. ჯამთელად რო გამოვიდნენ ამას შევავედრე. მერე ვცდილობ თუ დამინჯერებთ რომ გიო რასაც ეხებოდა. ამ ყველაფერს მინდა მალე გავექცე სახლიდან და წავიდე სამსახურში. მაგრამ სამსახურში რომ მივალ, იქაც ყველგან გიოს სურათებია, იქაც ყველგან გიოს ხელდანადებია და ძალიან ძნელი არის ეს გზა და ყველაზე ძალიან მიჭირს თუ გიოსთვის რამე გზავნილია შესაგზავნი და სულ ცდილობ ჩემი მული, ჩემი მეუღლე, მულიშვილი რომ მე არ გამიშვან, იციან ჩემი მდგომარეობა რომ ძალიან მიჭირს. მე თუ მომიწია წასვლამ, აი იქიდან რომ მოვბრუნდები, სატელეფონო ზარსაც არ ვპასუხობ იმ დღეს. აი ისე მდგომარეობაში ვარ. ვერ ავხსნი ამას. აი რა მდგომარეობა. ეხლა ყოველ დღე უფრო ხვდები, რომ მართლა აქ ბრძოლას აზრი. ექნება ამას ყველაფერ შედეგი აუცილებლად და ნაყოფს გამოიღებს ეს ყველაფერი. უეჭველია, რომ გამოიღებს ეს. შეიძლება დრო დაშირდეს, ჟამი კი არის მეხუთე თვე. ძალიან მიჭირს, კიდე შეიძლება გასტანოს ამან რამოდენიმე თვე, მაგრამ ვიცი რომ ბოლო კეთილი იქნება. ნამდვილ გზაზე მივალთ. იმიტომ რომ ძალა ერთობაშია და ჩვენ ერთად რო ვდგევართ, აი ვერაფერი ვერ დაგვშლის და ვერ დაგვაკრებს. ამის იმწამს. ჩემი გულწრფელი სათქმელი, როგორც დედის სინამდვილეში, აი ეს ერთი წინადადება. დღეს მე ამ დღეში რო ვარ, სხვა ხვალ ამ დღეში არ უნდა ჩავარდეს. დღეს ჩემ შვილს კი არ ვიცავ მარტო მე. ყველა შვილს ვიცავ და ყველამ უნდა შეიგრძნოს ეს, რომ ხვალ ამ მდგომარეობაში არავინ არ ჩავარდეს. თუ არა და გარდაუვალია ესა. დღეს თუ ასე აიყვანეს ესენი და წაიყვანეს, სახში მოაკითხავენ და იქიდან წაიყვანენ. ისეთი ცხოვრება დაგვიდგება, თუ სწორ გზაზე არ გავედით. ყველამ უნდა აღიქვას ეს და გაიგოს და მიხვდეს თავისი შეგრძნებით.
რო ვიყავით რუსთაველზე. თითქმის ყველა შვილმა დარეკა. ღამე გაათენეს ციხეში ბიჭებმა. ტელევიზორთან იჯდნენ სულ პირდაპირ ეთერი რო იყო. უყურებდნენ ამას. თბილისში მიუხედავად ზოგმა ნათესავმა ვერ უყურა, შუქი ჩაუქრეს ზოგიერთ უბნებს და ვერ უყურეს თავიდან ბოლომდე, ეგეც მოხდა გეწოდინება. ბიჭებმა თავიდან ბოლომდე უყურეს და გუშინ სულ ყველას პირველი ზარი იყო. გამარჯობათ, როგორ ახართ, გიო მაგალითად რო დარეკა, გოგოები ერთად ვიდექით მშობლები, ხო და ზუსტად გიოს კითხვა, ხო ყველა კარგად ხართ, ხო კარგად გაათენეთ, ხო მშვიდობით ახართ, ხო არაფერი გიჭირთ, ჩვენგან გამხნევება და უფრო გაძლიერდით და წინ წავიდეთ. ყველა სიტყვა ეგ არის და მხნეობა. უფრო მეტი იმედი ესახებათ, დედები ასე მედგრად რო ვართ. უფრო მეტი ხვალინდელი დღის, უფრო მომავლის წინსვლა ესახებათ, რომ აი მივაღწევ ჩვენ ყველა საწადეს. ჩვენ ვაჟკაცებს მადლობა ამისთვის. ანასე ერთიანად ყველა საუკეთესო ბიჭები ერთად რომ მოგროვდა და მერე საუკეთესო მშობლები რო შეკრიბა ერთად. აი როგორც ვამბობ სულ ხელჩაკიდებულები ვივლით. სულ ყველას ვერ ავწუდებით, მაგრამ ვინც ერთად ვართ. ან აქცია იქნება, ან რამე იქნება, თუნდაც ეხლა ღამის თევაზე რო ვიყავით, 9 აპრილის მემორიალთან რო ვიდექით, რომელიმე მშობელს რომელი მოაკლდებოდა თვალებიდან. ნარგიზის სად არის, ელენეს სად არის, მარეზისაც წავიდა, რამე ხო არ გინდათ. აი ერთმანეთს ყველა რო გადაუძახებ, ვაიმე ლიკა რატო არა ჩანს, ეკასაც წავიდა. აი სულ სახელებით რო დავეძებთ ერთმანეთს, ჩავკიდებ ხელს. აი არ ვიცი, შვილები პატიმრების კიდე ამ დედებს რამე ხო არ უნდათ. არიან გოგოები ჩვენ გვერდით რო დგანან, ძმა რო პოლიტპატიმარია და ჩვენ გვერდით რო დგას, შვილი რო დგას ისეთი და აი ყველა რო ცდილობს ერთმანეთს რაღაცით გაუთფოს გული, რაღაცა გააკეთოს, სატელეფონო ზარით გაახალისოს, ერთმანეთის სურათს ნახავენ და რო გადაუგზავნით ერთმანეთს და არ ვიცი, რაღაცა უზადო სიყვარული ჩამოყალიბდა. ოჯახის წევრებივით კი არა, აი რაღაც საოცარი ურთიერთობა გვაქვს. საოცარი ურთიერთობა და გვერდში მდგომი ხალხი წავს საოცარი. მედია გინდა, ჟურნალისტები გინდა, თუ ვინმე ჩვენთვის რამე კლიპი გადაუღია, თუ რამე გაუხმაურებია, ყველა ერთმანეთზე საუკეთესო არის და ამან განაპირობა ეს ყველაფერი. და აწი რო გამოვლიან ჩვენი ბიჭებიც, ხელ ჩავკიდებთ რუსთაველზე რო გავივლით, ჯაჭვს რო გავაკეთებთ, გადავკეტავთ რუსთაველს ისე. ხმამაღლა ვამბობ, მთავრობას არ ეწყინება კაცო გებულობენ, რომ სულ კეტავთ რაინც ამ რუსთაველს. გადავკეტავთ და ხელჩაკიდებულები რო გავივლით, აი მან დაინახავს სულ ყველა რომ ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ურთიერთობას, ბიჭები იცოდე არ იცნობენ ერთმანეთს. იქ მომენტალურად თუ გაიცნო ვინმე ერთმანეთი და წერილებს უგზავნიან ერთმანეთს, რომ გასამხნევებლად და კარგად რო იყონ. ეს ბიჭებიც კარგად გაიცნობენ ერთმანეთს და ვივლით ერთიანად ხელჩაკიდებულები. პოზიტიურად ვარ ძალიან განწყობილი. ეს ყველაფერი დასრულდება და ჭეშმარიტი გზით წავალთ აუცილებლად რომ გაბრწყინებულ საქართველოში რო ვიცხოვროთ. ამის გზა არსებობს უკვე და ხსნაც რომ დასასრულს არის მისული, ბიჭებიც განთავისუფლდებიან და საქართველო უნდა იყოს გაბრწყინებული და თავისუფალი. ნათელი მომავლისკენ უნდა წავიდეთ და ეს უნდა აღორძინდეს ერთიანად. დედები გამჩერებლები არა ვართ. არც გავჩერდებთ. გიორგი ბავშვობაში იყო ძალიან საუკეთესო პატარა ბიჭი, რომელიც წლისა და 8 თვის შემოვიყვანე მე გასაზრდელად, მაგრამ სანამ შემოვიყვანდი გასაზრდელად და დასახმარებლად, მანამდეც დღე და ღამე მაგათ სახლში ვიყავით, მე და ჩემი კედლის მეზობელი გოგო, საჭმელს უმზადებდით, პამპერსსაც უცვლიდით, ყველაფერს თვითონ ბავშვი იყო ძალიან საყვარელი და ბებოს ვეხმარებოდით დიდი სიყვარული და იმდენად შევეჩვიე და შემეჩვია გიო, სანამ შემოვიყვანდი ყოფილა მომენტი, რომ დაუძახია ბებიამის, დედის მამიდას და უთქვია, ნანი ვერ ვაძინებ და გეხვეწები გამოდი დააძინე. ჩამხუტებია და მშვიდად ბედნიერად დაუძინია გიოს და ეხლა დიდი ვაჟკაცი რო არის და ამას რომ მოვყვებით, ასე იტყვის, გრძნობდი რომ ჩემი დედიკო იქნებოდი, შენ მე მაგას უგრძნობდიო.
მე როგორც დუხჭირ ცხოვრებაში ხდება, აირია ეს ცხოვრება, არ ქონდათ გასაგანი და დავეხმარე გაზდაში. რამე რო შვილად ამეყვანა, ნამდვილად არ მიფიქრია და ყველა მიცით ჩვენი მდგომარეობიდან დაგაგებული გაქვთ, რომ გიორგი დღესაც დედის გვარს ატარებს, გარდაცვლილი დედის გვარს. მე ასე მქონდა ნათქვამი, მე შვილს იმდენად ვარ დანატრებული, დედა შვილს არ წავართმევ და გვარს არ შეუცვლითქო. მიუხედავად იმისა, გიო ჩვენთან დარჩა, არც წაყვანა დაუპირებია, დედა გარდაიცვალა, მოხუცი იყო ბებია, ვერ გაზდიდა და ისედაც გიორგი უჩემოდ ვერ გაძლებდა, ისე იყო შეჩვეული. გიორგი დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტომატოლოგიური განყოფილებაში მესამე კურსის სტუდენტია გიორგი. სკოლა რო დაამთავრა, ეგრევე ჩაირიცხა სამედიცინოზე. ჩარიცხვის დღიდან აზოტის კლინიკაში დამხმარედ მუშაობდა კოვიდის დროსაც და ჩვეულებრივი ცხოვრებით მიდიოდა როგორც სტუდენტ შეეფერება, სწავლობდა, მოდიოდა და იქიდან მობრუნებული ყოველთვის ყველაფერში მეხმარებოდა და ყველა წვრილმანში გიორგის ვეძახოდი მე ჩემი საგარეო საქმეთა მინისტრი ხარ. ისე მოაგვარებდა ყველაფერს, რომ მეტი არ შეიძლება. პირველი დედების დღე, რომელსაც შვილის გარეშე ხვდები, მაგრამ ეგ არაფერი. იმის იმედი, რომ სხვა დღეებს შვილთან ერთად შეხვდები და არ არის გადაწურული ეს იმედიო. არასოდეს არ ყოფილხარ ამ სიტუაციაში, რომ ამ დღის მოლოცვის სურვილი თუ ვალდებულება არ მქონოდეს და არ შემქონია მომენტი, რომ ამ მილოცვის მიღება არ გდომოდა, ეს ფაქტი მახარებს. მინდა გისურვო ბედნიერება. შენი შვილი არასდროს ყოფილიყოს იმაზე უარესი, როგორი შვილის ყოლის სურვილიც გაქვს და ყოველთვის იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე ჩაფიქრებული გააქვს. ვიცი გიჭირს უჩემობა, მიჩვეული ხარ მუდამ შვილთან ყოფნას და მასთან სიახლოვეს, მაგრამ არ აუშავს. ყველაფერი ხდება, ისიც ვიცი, რას გრძნობ ამ წერილის წაკითხვისას. ამით ცოცხლობს ნანი, წერილებით ყოველდილას მეც უწერ, მე ერთად მოვაგროვებ ხოლმე, გავალ პოსტაში გაუგზავნი ყოველდღიური ცხოვრება, რომ მოუყვერა, გავაკეთე, როგორ გავაკეთე და ასე იწყება და მთავრდება ჩვენი დღეები, მაგრამ იმ იმედით, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება და წინსვლა რო იქნება.